საუკეთესო ტელემამყურებელო. მოგესალმებით თბილისი არტ-ჰოლის აი ამ ულამაზესი დარბაზიდან. დღეს ტელეკომპანია ვარსკვლავები ერთ ძალიან ლამაზ ღონის ძიებაზეა. ქალთა დღეა 8 მარტი. კი არის რა თქმა უნდა ყოველი დღე ქალთა დღე და არა მხოლოდ 8 მარტი, მაგრამ მაინც სიმბოლოები ხო გვიყვარს და ამ სიმბოლოსაც მივაქციეთ ყურადღება. სწორედ ამ დღეს აი აქ ამ შესანიშნავ დარბაზში ჩვენმა კოლეგამ ჟურნალისტმა ზაზა ალექსიძემ უკვე გახსნილად გამოაცხადა დაჯილდოების ცერემონია და შესაბამისად სახელი რა ქვია, კარგად ვიცით, ხელოვან ქალთა დაჯილდოების ცერემონია. მოკლედ, რამდენიმე წუთში ოფიციალურად დაიწყება დაჯილდოების ცერემონია. საორგანიზაციო კომიტეტი როგორც ყოველთვის მუშა მდგომარეობაშია. თავად მისი ორგანიზატორი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მჟავანაძე ნერვიულობს და მისი თანამშრომლებიც მობილიზებულნი არიან, ჟიურით შეკრებილია, რამდენადაც მე ვიცი, ამ შესანიშნავ ქართველ ხელოვან ქალბატონებს აჯილდოებენ ქართველი მამაკაცები და ისღა დაგვრჩენია მივადევნოთ თვალყური, ჩვენ დღეს ერთი მისია გვაკისრია, წარმოგიდგინოთ აი ამ იმპროვიზირებულ წითელ ხალიჩაზე ის ქართველი ქალბატონები, რომლებიც ქართულ საცეკვაო ხელოვნებას ემსახურებიან. ხელოვნებას, რომელიც ჩემი და თქვენი ყველას გადაწყვეტილებით და ალბათ ფიქრით, ერთადერთი სატრაბახოა ამ საქართველოში, რაც ყველაზე მეტად გვსიამოვნებს, იმიტომ რომ პირველი არის ქართული ცეკვა, ქართული მუსიკა და ქართული ხელოვნების სხვა ბევრი მიმდინარეობა. მოკლედ, მზადება დაწყებულია, აგერ თავად ბატონი გივი სიხარულიძე მომბრძანდა თუ არ ვცდები ჟიურის თავმჯდომარეა, დანარჩენი წევრები აქ დარბაზში არიან, აგერ ბატონი ერეკლე საღლიანიც როგორც ყოველთვის მომზადებულია, იმით გამარჯობათ ბატონო ერეკლე, მზად ხართ ხო? შრომისა და გარჯისთვის. და მოდი მივადევნოთ თვალი დაწყებას ღონისძიების და პერიოდულად ამ ადამიანებსაც გავესაუბროთ და ყველა ერთად მივლოცავს ქალებს დღევანდელ დღეს, ქალბატონებს დღევანდელ დღეს.
სახელობის თეატრში 80 წლის იუბილეებს აღნიშნეთ სუხიშვილების ანსამბლის გენიალურ მოცეკვავებს, ღირსების ორდენის კავალერს, ბატონ ომარ ხურციძეს. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი პროფესორ ემერიტუსი ბატონი უჩა დვალიშვილი. სუხიშვილების ანსამბლის წამყვანი სოლისტი გელა წერეთელი. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი თემურ ჩაიძე. შარშან პიონერთა სასახლის წინაშე გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. კიდევ ერთხელ გილოცავ დამატებულად. ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ქორეოგრაფიულ ანსამბლების ხელმძღვანელი თამაზ გოგალიძე. სუხიშვილების ანსამბლის წამყვანი სოლისტი უახლოეს წარსულში ქორეოგრაფთა აკადემიის დამფუძნებელი ალექსანდრე ქართველიშვილი. ხელები რა დაგაშალე ბატონ ალექსანდრე, ალელოდებოდი რომ დაგასახელებდნენ და მოგიწევდნენ. საქართველოს დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ქორეოგრაფიულ ანსამბლში გაბდანის ხელმძღვანელი ნუგზარ გაბანაძე. სუხიშვილების ანსამბლის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი სოლისტი წლების განმავლობაში კაცი ივერიელი ალექსანდრე წერეთელი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი ბადრი მაჯავარიანი. ასევე სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე, სოლისტი სოლომონ გოჩინაშვილი. მუსიკოსი, ავტორ-შემსრულებელი, მსახიობი, ფოლკლორულ ანსამბლების ხელმძღვანელი ზურა ბარბაკაძე. ეს 70
თამარის, ვის გარეშეც წარმოუდგენელია ურთიერთობები, წარმოუდგენელია სიყვარული, ღირსების ორდენის კავალერია, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, გერმანიის, ჩეხეთის საერთაშორისო ფესტივალების მენტორი და ჟიურის წევრი ქალბატონი ერნა წიფურია.
მოგზაურები მოცეკვავე და თავისი ანსამბლის აზრირთებულ სახელთან აბსოლუტური შესაბამისობა ბელო მინოტაზე. ესეც ასე მორჩა წითელ ხალიჩაზე შემოსვლის ცერემონია. მამაკაცებმა ღირსეულად წარადგინეს ქალბატონები, მეც მერგო პატივი რომ წარმედგინა ულამაზესი ქალბატონი და რა ვიცი პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ორგანიზატორი არ ღელავს რაც თავარია, აგერ არის ღელვის გარეშე ხარ დღეს. მიეჩვია შემოწასა? კი, ზოგადად დამსახურება ბესო ჩუბინიძეს. არ მიკარგავს. მიკროფონთან ურთიერთობა მასავლა ბატონმა ბესო, ჩემმა მეგობრმა, ჩემმა ეხლა და პრინციპში ანდრე მე ხომ ჩემ მოსავლე იყავ. კი ბატონო და ახლა მე ცერთი ცეკვა ვერ მასავლა თორე მას ვარავ. მაგასაც ვისწავლით. კი ბატონო, მოკლედ ზაზა გილოცავ, მორიგი ქალბატონებისამდი პატივისცემა, ესეც შესანიშნავი გარემო, შესანიშნავი ადამიანები და რა ვიცი, გადაინაცვლებენ მერე დარბაზში, უკვე იქ გატარდება. ახლა რა გეგმები გაქვს? ეხლა გეგმები გვაქვს, მოკლედ ეს ქალბატონები წარადგენენ თავიანთ შესანიშნავ ცეკვებს, ვისიამოვნებთ ღონისძიებას მერე როგორც იტყვიან, გვინიზება ახლავს და მესამე განყოფილება და მოებეროთ ერთი მერეს. ვერაფერს წავიღებთ ამ ქვეყნიდან, გარდა მოპერებს. თამადა შენ არ იქნები ალბათ, იქ სადაც გივისი ხარულზია თამადა. შეუძლებელია. თან კიდე ორი ისეთი
დიდი ერეკლე ჩვენთანაა. ბატონი ხო, ნუ ეხა დიდი გელაწერეთელი ჩვენთანაა თამადობის. მაშინ თამადობაზე შენ არ უნდა ქონდეს. არა, აბსოლუტურად არა. გაიხარე, მოკლედ წარმატებები ჩემოზაზა. ასე ლამაზად დაიწყო და ლამაზადვე დამთავრდება დარწმუნებლად ჩვენ მაყურებელს შევახსენებ ზავამ ჟავანაძე არის ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და დამაარსებელი და მისი ორგანიზებულია ეს ყველაფერი თუ არ ვცდები 3 წელი გავიდა. დიახ, ერთად გამოგვივიდა. აი ძალა ერთობაშია და ყველა ჩვენი საქმე რო ვაკეთოთ, ფიქრობთ შესანიშნავ ქვეყანასაც ავაშენებთ. ხო? ეს მოვისა კამერას ხდება ხოლმე არავჩა. ხო და რაც შეეხება ყველამ ჩვენი საქმე რო ვაკეთოთ, მარტო ჩვენ კი არა, ყველა დარგს ეხება მე მგონი ეს. აბსოლუტურად, დიახ, ხო, სწორედ ეს მინდა ვთქვა. ეს მე ასე რომ ვთქვა, ბევრჯერ თქვენ გამსმენია. აქედან გამოდიარ ლაპარაკობ. მოცეკვავე მიცეკვავს, მომღერალმა იმღეროს. ხატვარმა ხატოს და პოლიტიკოსმა თავის საქმეს გაუძლებს და გვექნება შესანიშნავი გაერთიანებული ქვეყანა. მეც ჯერავს. ასე იქნება მალე, დარწმუნებული ვარ და მოკლედ მადლობა ზაზა კიდევ ერთხელ. ახლა მე ბატონ გივისკენ გადავინაცვლო და მას როგორ სტაჟიან შემფასებელს ქალბატონებისას ვკითხავ. ჩაიარა პირველმა ეტაპმა ბატონო გივი კიდევ ერთხელ ვეცით პატივი ქალბატონებს და აბა თქვენებურად მოეპერი ამ ჩემ შვენიერ ქალბატონებს. ეს მშვენიერება ეს ძალიან დიდი სიტყვაა და რადგანაც უკვე მშვენიერი შენ ახსენე მე უკვე აღარაფერი აღარ დამჭა სათქმელი გარდა იმისა რომ გაუმარჯოს დღევანდელ დღეს და ამ მშვენიერებას. ესეთი თავდაბალი მე პირველად ვნახე გივის სიხარულიძე პირველად, მაგრამ არა უშავს ყოველთვის ხდება ხოლმე პირველად რაღაცა მაინც. მე ახლა ბატონ ნუგზარს დაველაპარაკები, კაც რომელსაც ძალიან კარგად გამოზდის იმ ადამიანების შეფასება, ვისაც ეხლა ჩვენ სიამოვნებით მივადევნეთ თვალი. თქვენებურად მოეფერეთ ამ ჩვენ ქალბატონებს და მიულოცეთ რაც მისალოცია მარტის დღეები. ამ ღირსშესანიშნავ ადამიანებს დღევანდელ დღეს საერთაშორისო 8 მარტს უსურვებ ბედნიერებას, ჯანმრთელობას. ესენი ყველა ღირსეული, ყველა წარმატებული ქალბატონები არიან, რომლებმაც დიდი ღვაწლი, დიდი სიკეთე და სიყვარული მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, ახალ თაობას, აღსაძლებს და ასე შემდეგ. ამიტომ დიდი სული და გულით ულოცავთ ამ წარმატებულ დღეს 8 მარტს. ბედნიერებას, დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობას უსურვებ. მე გაიხარე დიდო ოქროს არწივო. შემოგერე. ახლა გადავინაცვლოთ, მოდი. იმ ადამიანებისკენ, ვისაც ჰქონდა საშუალება შეეფასებინა ეს ხალხი და მოდი აი ამ ულამაზესი ქალბატონებისგან დავიწყოთ. მოდი, თქვენი პირველი შეფასება მითხარით, რას გძნობ აი ამ დროს? აღმაწებული განწყობით, ქართული სულით, მთელი შემართებით ვართ მოსული ლამაზი ზესტაფონიდან და დღეს ეხლა სცენაზე გადავალთ. უღრმესი მადლობა ორგანიზატორებს, ვინც დაგვაფასა, ვინც დაგვიფასა დღევანდელი დღით. დავსჯილდოვდით და ვართ ძალიან კმაყოფილები. ემოციას ვერ ჩვენ იმერლები ყველაზე მაგრები ვართ, ხო? აბა რა. რა თქმა უნდა. კარგი. მოდი მაშინ ისე გავაკეთოთ, რომ ეხლა თქვენ მეორე განყოფილებაში იქით უკვე წარმატებებს გისურვებთ და მე აქ გავაგზავნებ მუშაობას. აუცილებლად. აბა თქვენი პირველი განწყობა მაინტერესებს. ეხლა დღევანდელი დღე ერთმანეთსაც მიულოცეთ, ამ ქალბატონებსაც მიულოცეთ და მამაკაცებს თუ რამე გვაქვს მოსალოდნი ჩვენც მოგვილოცეთ. ულოცავ ყველა ქალბატონს გაზაფხულის დღესასწაულებს. სულ უნდა ვრწყინავდნენ და ეს მთელი საქართველოს ქალბატონები იყვნენ გაღიმებული და განათლებული. ძალიან დიდი მადლობა. ახლა მოდი, აი ჩემი უმშვენიერესი ქალბატონი, ადამიანი, რომელსაც ალბათ ყველაზე კარგად გესმით ის ღირებულებები, რა ღირებულებებსაც ჩვენ ვემსახურებით. ქართული კაცის და ქალის ურთიერთობა, ქალის და კაცის ურთიერთობა და აი ამ მხრიდან შემიფასეთ. აი ამას ვასწავლით ზუსტად ჩვენ ქორეოგრაფები. მანდილის მატარებელს ვზრდით და ჩოხის მატარებელს ვზრდით. ტრადიციულად ვზრდით ახალგაზრდობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას ჩემი შრომის დაფასებისთვის, დღევანდელი დაჯილდოებისთვის. ყველას მინდა მიულოცო დღევანდელ წარმომადგენელ ქალბატონებს ეს დიდი ჯილდო, თამარ მეფის ორდენი. მადლობას გიხდით. დიდი მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონი ნინო მამფორია ჩვენი მეგობარი ადამიანი, რომელიც აგერ იმერეთიდან ესეთი ამბავი აქვს.
ახლა სამეგრელოსკენ გადმოვინაცვლოთ და ქალბატონ ნინოს მოვეფეროთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩამომბრძანებისთვის და ახლა თქვენი აზრით მომიყვარახჭინეთ მეგრულად ისე როგორ ჩვენ შეგაწერეთ. პირველ რიგში მოგესალმებით და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ორგანიზატორებს ბატონ ზაზა მჟავანაძეს ასეთი დაფასებისთვის და მინდა ყველა ქალბატონს მიულოცო დღევანდელი დღე 8 მარტი და უსურვო ბედნიერი დღეები. დიდი მადლობა ქალბატონინო, აბა მომიკითხეთ სამეგრელო, მომიკითხეთ ზუგდიდი და დღევანდელი საღამოს ორგანიზატორთა შორის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მეტად ატყვიათ ხოლმე სახეზე ნერვიულობა თუ მას შინაგანად უყურებ, მაგრამ შეხედეთ რა ეთყობა ახლა ამ ქალბატონს ნერვიულობის. ქალბატონი ეკა გოგიტიძე, ამ შემთხვევაში ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი და საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომელი. ეხლა მოდი პირველი ეტაპი შემიფასე უცებ. ძალიან ღირსეულად ჩაიარა ღონისძიება. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ქალბატონს. უსურვო წარმატებები წინსვლა როგორც პირად ცხოვრებაში, ასე ხელოვნებაშიც. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა თქვენ ერთმანეთის დაფასებისთვის, რაც აქ მიმდინარეობს. ახლა კი წამომყევით ენგო მე ძალიან დიდი პატივისცემით უნდა ვკითხო აზრი, იმიტომ რომ როგორც ყოველთვის მე ლამაზი ქალბატონების აზრი ყოველთვის მაინტერესებს ხოლმე და ახლა დღეს აი ესეთ მშვენიერებას რომ არ დავეკითხო და სუდავიბენი ხო? კი. არა. აბა განწყობა მითხარით ახლა დღეს რა განწყობით? პირველ რიგში ყველა ქალბატონს ულოცავ გაზაფხულის ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა ყველა ქალი იყოს უზომოდ ბედნიერი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს ძალიან დიდი მადლობა ქართული ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს. ძალიან ბედნიერი ვარ რომ დამიფას დაშრომა და ასეთ ამ ბრწყინვალე გაზაფხულს კიდევ ერთი დიდი დღესასწაული შეძინა. მადლობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ არა მარტო 8 მარტს ყველა დღე თქვენია იმ 365-დან, მაგრამ ეს ერთი სიმბოლური 3 მარტსაც სხვათა შორის ხო მე ხო ამას უფრო დიდ პატივს ეს ეთერში არ გაუშვა ძალიან გთხოვთ რა ხო 3 მარტი უფრო მნიშვნელოვანი მაგრამ ყველაფერს გილოცავთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანი დიდი მადლობა თქვენ ახლა ჩემი რუსთაველი ხალხი უნდა მოვიკითხო აგერ ჩემი კეღოა და მისი უმშვენიერესი მეუღლე სხვათა შორის ნუ კიდე კაი კეღო დღეს შენ არ დაგაჯილდოვეს ხო და თუ შეიძლება შენ უშენერს მეუღლეს ვკითხავ ახლა აზრს. ჩაიარა პირველმა ეტაპმა დამთავრდა ის რაც უნდა დამთავრებულიყო, ახლა დარბაზში გადავინაცვლოთ მეორე იქნება და მოდი მითხარი, აბა რა განწყობაა, როგორი განწყობაა და საერთოდ რას? რა თქმა უნდა, ამაღლებულ განწყობაზე ვართ. ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ეს ტიტული. ამდენ წარმატებულ ქალბატონთან ერთად რომ მეც ხვდა ეს ბედნიერება წილად. ძალიან დიდი მადლობა, ულოცავ ყველა ქალბატონს, უსურვებ ყველას ბედნიერებას და აბნეული სიხარულით ნამდვილად, იმიტომ რომ პირველია ჩემთვის ესეთი ჯილდო და ძალიან დიდი ემოციაა. ერთი ძალიან ინტრიგნული კითხვა მაქვს როგორც რუსთაველთან ისე. უყურე ამბობენ რომ მამაკაცის წარმატებაში უდიდესი როლი მიუძღვისო ქალბატონსო. ნუ გავიგეთ ეს ვიცით ყველა მსო, მაგრამ აი პირიქით როგორ არის? პირიქითაც? ხო. დიახ, ჩვენ შემთხვევაში ასია ყოველ შემთხვევაში. შენ გაიხარე კეღო ჩამოგართულ ხელს. ბატონობესო მიყვარხართ. ხო, შენზე ვსაუბრობდით ახლა და მე მოусმენ ინტერვიუში რას ვამბობდით, რა გადაცემა. შემთხვევაში ასია ნამდვილად. ერთმანეთის თანადგომით მივახციეთ მე და გიომ წარმატებას, მე ასე ვფიქრობ. ასე შენდება მე მგონი საქართველოს ისე გლობალურად თუ იმჟერთ, ხო? ნამდვილად ერთმანეთის თანადგომით ყველაფერს მივახცევთ. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ახლა მე ბატონ უჩას დავეკითხები, კაც, რომელსაც ალბათ ქალბატონების შეფასება არასდროს არ ეშლებოდა და მით უმეტეს ახლა არ შეეშლება, იმიტომ რომ ლამაზი ქალბატონების თაყვანისმცემელი იყო მთელი ცხოვრება და ახლაც ასე აგრძელებს მისი ულამაზესი მეუღლის თამადობით. აბა დამთავრდა პირველი ეტაპი. შესანიშნავი დღეს, შესანიშნავი ღონისძიება. მართლაც 8 მარტი ჩვენთვის, ჩვენი თაობისთვის და საერთოდ ყოველთვის იყო საინტერესო დღესასწაული. ქართველ ადამიანს, ქართველ კაცს და საქართველოს ქალის პატივისცემა არ ეშლება. ეს ტრადიციული თაყვანისცემაა ჩვენთვის და რა ვიცი, აბა რომ უყურებ ამდენ ლამაზ ქალბატონებს, გახარებულს, გაბრწყინებული თვალებით, აი ამაზე დიდი შვება და რაღაცა ჩვენ სიამაყით გვევსება გული და ჩვენც რომ ვიღებთ მონაწილეობას ამ ღონისძიებაში და მათ ურთიერთობაში, ეს კიდევ ორჯერ მეტად საინტერესოა, მნიშვნელოვანია და აი ასე ვთქვათ, რომ ამაღლებული სულითა ვართ დღეს ჩვენ და რა ვიცი, უსურვებთ წარმატებებს ჩვენს ქალბატონებს და
არასდროს მათ თვალზე ცრემლი არ გვენახოს. ბატონო უჩა, ისე ამ ქალბატონების დამსახურებაში ჩვენ მამაკაცებს ხო უდიდესი წვლილი მეგვიყვება. რა თქმა უნდა. ოსკარი ჩვენ არ გვჭირდება, ამიტომ არ უნდა დავგვაჯილდოს რა არის. ყველანაირად ოსკარი სტუდიაში თუ შეიძლება ვაშენ შემოგევლა ჩემო აი როგორ შემოგვა მეგინოს ის მეთერება რომ ბატონი უჩაც ასე რომ თქვა ამერიკიდან მოგზავნილი გაიხარეთ ჩემო ასე კარგად აღხვდენოდეს ყველაფერი როგორც ეხა ზაზა მესაგვიხტინა მადლობა ზაზა ბატონო ისე წეგან ერთ რესპონდენტს ვკითხე მამაკაცის წარმატებაშიო ქალ ძალიან დიდი როლი ენიჭებაო და აი პირიქით როგორ არის მეთქვი და არაო პირიქით უფროაო ასე მითხრა და რა თქმა უნდა და ჩვენ ერთ-ერთი შესანიშნავი ცეკვა გვაქვს სიმბოლო ქართველობის ცეკვა ქართული ყველა ცეკვა ასეთია ჩვენ რომელშიც ხალი იღებს მონაწილეობას მაგრამ აი ეს არის გერბი ალბათ და ეს არის თელი სიმფონია ჩვენი ქართველობის გაიხარეთ თქვენ უჩა ბატონო, გააგრძელეთ ასე როგორც აგრძელებთ და ახლა ქართველობაზე იყო აქ საუბარი და ვინ თუ არა მთაკაცი უნდა გამომეჭირა ახლა ბატონო ერეკლე. დამთავრდა ეს ლამაზი დღესასწაული და აბა მითხარით ჩემი ფასე თქვენებურად გემრიელოთ ეხა ეს ყველაფერი. რასაც ქორეოგრაფიული ცენტრი აკეთებს, ეს არის უდიდესი ეროვნული საქმე. მისი ხელმძღვანელი ბატონი ზაზა მჟავანაძე და ქალბატონები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქართული ხელოვნება ჩაირთოს სოფლიო ცივილიზაციის წრებრუნვაში. მე მახსოვს ბაქოში როცა იყო ჩვენი რამოდენიმე ანსამბლი პირველი პრემია, მეორე და მესამე სამივე ქართულმა ანსამბლებმა წამოიღეს. ეს არის უდიდესი საქმე და მე ფიქრობ, ჩვენ ამ ქვეყანას თუ რამე შემორჩებით ჩვენი სულიერი კულტური. პირველ ყოვლისა ხელოვნებით რა თქმა უნდა. მადლობა ბატონო ერეკლე. ახლა მოდი აი ამ ულამაზეს ბანერთან უნდა დავაყენო რა თქმა უნდა. წეგან ვახსენე საორგანიზაციო კომიტეტი, ბატონ ზაზას ვესაუბრეთ, ქალბატონ ეკას გავესაუბრეთ და ვინ თუ არა დიასახლისი ამ ყველაფრის, რასაც ჩვენ აქ დღეს უყურეთ ძვირფასო ტელემაყურებლობო, ის ადამიანი ერთ დროს არა, ახლაც ჩემი კოლეგა ხო პრინციპში, რატომ ანუ დიდი ხნის კოლეგა უნდა მეთქვა, ასე უფრო სწორი ფორმულა. მეგობრები და კოლეგები, ასე უფრო სწორი იქნება. მოდი ახლა ხუმრობის გარშე შეაფასე ეს ყველაფერი, რაც დღეს აქ მოხდა. მე ვფიქრობ, რომ მართლა ძალიან ლამაზი ზეიმი შედგა დღეს თბილისი არტ-ჰოლის საკონცერტო სივრცეში. ეს იყო კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეროვნული ცენტრი ყოველთვის აფასებს ხელოვან ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთგულად წლების განმავლობაში დგანან ხელოვნებისა და კულტურის სადარაჯოზე. და დღეს კიდევ ერთი დასტური იყო, აი ეს ზეიმი, აი ამ ყველაფრის. დიდი მადლობა, მანანა და წარმატებები. გაიხარეთ, ძვირფასო ტელემაყურებლობა. აი ასე მორჩა ის ყველაფერი, რის გამოც მე თქვენ მოგაცდინეთ და სიმართლე გითხრათ, მიღირს თქვენთან ყოველი წუთის ურთიერთობა, იმიტომ რომ ის ყველაფერი განახოთ, მე კი არა, ბესო ჩუბინძე ჟურნალისტმა, არამედ ერთადერთმა ქართულმა სახელოვნებო ტელევიზიამ, ტელეკომპანია ვარსკვლავებმა. ტელევიზიამ, რომელსაც სადაც დაუძახებენ ყველგან მივა, სადაც კი ხელოვნების რამე პატარა გაწკარუნდება, ღირებულების და ხელოვნების და მიხარია რომ აი თქვენ ხართ ხარისხიანი მაყურებელი, მიხარია რომ ხართ ბევრნი. აი ეს 200,000 თუ 300,000 ადამიანი, რომელიც ჩვენ გვიყურებს ხოლმე, ყოველთვის არის ჩემთვის პრიორიტეტი, რადგან მათ აქვთ იმის საშუალება, რომ სიამაყით მათქმევინონ ორი სიტყვა. დიახ, საქართველო ყოველთვის იქნება გამარჯვებული ყველა ბრძოლაში და ამას ხელოვნება ყველაზე მაგრად გააკეთებს. იმიტომ რომ ასე იყო და ასე არის. ყველა ომში ცეკვით და სიმღერით და მუსიკით წასულა ქართველი. ახლა რასაც ეს ხალხი აკეთებს და ჩვენ ყველა ერთად ეს ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია და საშუალება. იმიტომ რომ აი ეს ბიჭები და ეს გოგონები, რომელიც აი ყურში, ნახე, კამერით მიატრიალ და ანახე ეს ბავშვები თენგო, აი ხო ყურადღებით მიგდები ყურს რას საუბრობ. სწორედ ესენი აწარმოებენ თავის ბრძოლას, ოღონდ ამ მოედანს და ამ ბრძოლის ველს
სცენა ქვია. ფეხბურთელები თავის საბრძოლო მოედანზე, ანუ საფეხბურთო მოედანზე, ზოგნი ტატამზე და ასე შემდეგ. ყველამ ჩვენი ბრძოლა ვაწარმოოთ და მიზანი ყოველთვის შესრულებადი იქნება. ხან რთულად და ხან იოლად, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოს იოლად არასდროს არ გამოდიოდა. თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგდიოდა. ყველაფერი კარგად იქნება. ეს ტელეკომპანია ვარსკვლავებია, მე ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ვარ და აგერ ამ წარმატებული ხელოვან ქალთა დაჯილდოების ცერემონიალი ხელოვანები 2026-ის წითელი ხალიჩიდან მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.